ეხლა იწერ? კი. პენიტენციური სისტემის სტაჟიანმა კადრმა სისტემის მხილება ამ ინტერვიუში გადაწყვიტა. რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, ციხეში ფულის კეთების არაერთი სქემის შესახებ ყვება. ის ამტკიცებს, რომ კომფორტული ძილის აკანში რამდენიმე 1000 ლარი ჯდება. საწოლებია, სადაც ნორმალურად ვერ დაწვევი, ვერ დაიცინო. შეიძლება გადმოვარდა კიდე სოიტყვიანს. ვიწრო არის? ვიწროა დიახ. ვინც გადაიხდის, კაი საწოლი აქვს რა, რო იტყვიან რა, გაძლევენ ეს ანგარიშის ნომერს, ჩაურიცხავ 5000 ლარს და მოგიტანენ ნორმალურ საწოლს, სადაც კიდე დააწვე და ნორმალურად მოისვენო რა. თუ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მონაყოლს დავეყრდნობით, ციხეში შემუშავებულია მთელი სქემა. როგორ უნდა გაკეთდეს დიდი ფული პატიმრების ხარჯზე. ფულს ციხეში არ იხდი, ფული ციხის გარეთ ბრუნავს. თანამშრომელი რა მოაქვს ანგარიშის ნომერი და შესაბამისად ამ ანგარიშის ნომერზე მე ეუბნები ახლობლესო ჩარიცხვა მის თანხა და მე ამათ მოაქვს საწოლი რა შეუულებრივად რა. ვის ანგარიშისდება ეხლა მაქსიმუმ ვიცი ხო გაკონტროლებ. მე 5000 ლარი უდოიკოვის და იგივე ფაში ერთ საწოლს მოგიტანენ, ნუ შეუულებრივად შეკრული რკინის საწოლია რა. უნდა წესიერი ნორმალური. ორსართულიანი თუ ერთსართულიანი? ორსართულიანი. ციხის სტაჟიანი თანამშრომელი გვიყვება, რომ პატიმრებისათვის ხშირად მძიმე პირობები განზრახ იქმნება, რადგან შემდეგ კომფორტი მათ ფულით იყიდონ. კომფორტული რო არ არის, იმიტომ თხოვენ 5000 წესიერი მოუდანონ დიახ. როგორც ჩანს, ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა. მეთოდი დიახ. ერთ-ერთი მეთოდია კი ფულის შოვნის. თანამშრომელი რა, ის ამას კურირებს, ახლა ყველა სხვა არ ენდობიან თავისი ცნობით აღჭურვილი პირი ვინც იქნება რა. უეწყვის ვენა გინდა ნორმალური საწოლი, ნუ შესაბამისად აი ეს ანგარიშის ნომერი აქ ჩარიცხავ და შემოგიტანე ჩაუვლით ნორმალურ საწოლს რა. ამ ეტაპზე კომფორტულ საწოლებში გადახდელი ფულის ამბავი ჩვენ მხოლოდ ქსნის დაწესებულებიდან მოვიპოვეთ. ოფიციალური მონაცემებით ამ ციხეში სასჯელს 600 პატიმრით მეტი იხდის, ვიდრე დაშვებულია. ეს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაა. ამ ციხეს ვახტანგ დიდიძე ხელმძღვანელობს. კაცი, რომელიც ამ თანამდებობიდან 4 წლის წინ სკანდალით წავიდა. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით დიდიძე 2022 წელს ქსნის ზონიდან 2 პატიმრის გაქცევის მცდელობის გამო დააქვეითეს და თანამდებობიდან მოხსნეს. რომელი ტელევიზია? ტევა პირველი შაბათს ეთერიდან გაწოხებთ. ტივი პირველი არის შაბათის ეთერიდან ვართ. ბატონ დიდიძესთან გვინდა შეხვედრა თუ არის შესაძლებელი? ბატონ დიდიძესთან გვინდაო შეხვედრაო. კი, მოვიდა, გადმოვიდა. არის შესაძლებელი? დავუყურე კითხვები გვაქვს ბატონ დიდიძესთან. სოსო, ველაპარაკები ბატონ ზაზას. ბატონო ზაზა, კითხვები გვაქვს ბატონ დიდიძესთან და თუ არის შესაძლებელი, ან თქვენ გამესაუბროთ, ან ბატონი დიდიძე, არ არის პრობლემა. დიახ. ეხლა გაარკვევენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დიდიძე ჩვენ არ შეგხვდა. არადა ციხის უფროსისთვის გვინდოდა გვეკითხა, ვის ეკუთვნის ის საბანკო ანგარიშები, რომელიც ციხის სტაჟიანი თანამშრომლების მონაყოლით პატიმრებისათვის ფულის გამოძალვის მიზნით გამოიყენება. დიდიძე ამ ციხის უფროსად დანიშნვამდე კიდევ ერთ სკანდალში იყო გახვეული. მატროსოვის ციხის საკანში კანონიერი ქურდი რევას ჯვარსკის ძემა. მატროსოვი და რატო გამოუშვეს ქსანში? მე რა გითხოთ აბა. ჯვარსკის რო დაარტყა მაგიტო? ჩვენ ცალკე სამსახური ვარ ჩვენ არ თუ ჯვარსკიმ დაარტყა დიდიძეს? არ ვიცი. აბა მე რა ვიცი, რა ვიცი. და როდის დაბრუნდა დიდიძე აქ? დანარჩენი როდის დაბრუნდა, როდის? არ ვიცი, მანამდე არ ვიყავი აქ და მე მოვედი აქ სხვა სამსახურში ვიყავ. ხო, როდის მოხვედით თქვენ დაახლოებით? რამოდენიმე და უკვე დაგხვდათ აქ რო იყო? არა, მე მოვედი. სხვადასხვა დროს საჯელახსრულების დაწესებულებების დიდ სკანდალში არაერთხელ გახვეული დირექტორი ახლა ისევ იმ ციხეს დაუბრუნდა, საიდანაც პატიმრების გაქცევის მცდელობას შეეწირა და თანამშრომლების თქმით ახლა კომფორტულ საწოლებს პატიმრებს ეყიდის. და საწოლები აქ როგორ არის? კომფორტულია, ფულს იხდიან, უფრო კომფორტულში რო გადავიდნენ პატიმრები, თუ რა ხდება ხო არის? სასტუმრო ხო არ არის. რა ვიცი, წესით არ არის, მაგრამ ზოგს არაბული ტახტი უნდა, ზოგს რუმინული. და 5000 ლარები, როგორც ვიცი, ირიცხება კონკრეტული პირების ანგარიშზე და დიდიძე არის ამასთან კავშირში? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. საწოლებში გადახდილი ფული სად მიდის, როგორ ტყდება, ვის და ვის შორის?
პატიმართა კოდექსით გათვალისწინებულ სერვისებში ფულის მოთხოვნის ფაქტები ახსოვს სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს. გიორგი ბურჯანაძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც უცხოელი მსჯავრდებული ყვებოდა თუ როგორ გამოსცალეს ფული სამედიცინო სერვისის მისაღებად. ერთ-ერთი უცხოელი პატიმარი იმას ყვებოდა, რომ კარგი კბილის პლომბი რო ჩავისვათ ციხეში, ამისთვის არაფორმალურად ფული არის გადასახდელი და შესაბამისად ამაშიც ხდებოდა გარკვეული გადახდა და შესაბამისი სიკეთის მიღება ხდებოდა ამის შემდგომ. ციხეში როცა არის, ბუნებრივია ექიმს ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო მანიპულირების შესაძლებლობა და როგორც ჩვენც გარეთ შეგვიძლია რაღაცა კარგი და უფრო ძვირიანი სერვისი ავირჩიოთ, ეს პატიმარი გვიყვებოდა, რომ კარგი პლომბის მისაღებად მას ჭირდებოდა ამ შემთხვევაში შესაბამისი თანხის გადახდა. ციხის სტაჟიანი თანამშრომელი გვიყვება, რომ ციხეში ფულის კეთების რამდენიმე სქემა მოქმედებს. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული ოფშიაკის აგროვება. ამ შემთხვევაში ფული საბოლოოდ ციხის გარეთ ხვდება. პატიმრები ფულის ნაცვლად ციხის მაღაზიაში ნაყიდ სიგარეტს მაყურებელს აძლევენ. მაყურებელი კი თამბაქოს ფულად ციხის მაღაზიის დახმარებით აქცევს. ყველას არა, ვისაც შეძლებული პატიმარია, ასე ვთქვათ. ყოველ თვე მაყურებელი ქვია თუ რაც ქვია იქ ვინც არის, უნდა მიუტანოს ერთი ბლოკი ან ორი ბლოკი სიგარეტი. ეს ამას აგროვებს, ეს ვითომ ოფშიაკს ეძახიან რა, რო იყვიან. აი გაჭირვებული ვინც არის, რომ იმას მოაწევინონ რა, ვითომ რაღაც და რაღაც მაგისთვის გროვდება რა. მაგრამ ახლა ორი ბლოკი და რამდენი თანამშრომელია, თანამშრომელი კი არა, პატიმარია მან, ხო? რამდენიმე ათასი შედის ხო იქ ბლოკი რა. და ლარიოქში ჩვეულებრივად ბრუნდება ეს, ტრიალდება, ხვდებით? მაყურებელთან მიდის და მე ლარიოქში ატრიალებენ ამას და ეს ფული რაღაც ანგარიშში ჯდება რა. მე ისევ თავი ნახდება რეალიზება. ზოგს ეწევიან, მე ზოგს შევსება ხდება ხო, ახლა იქ სხვა ეწევიან კიდე. რაღაც ნაწილს იმას იკავდარებს რა. ამ სიგარეტებისას და თანხის ვაჟურად სულ ეძახიან, მე მიდის ანგარიშზე რა. ზონის არაფორმალურ მმართველთან მიტანილი წვენი ციხის თანამშრომლის თქმით პატიმრის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს უსაფრთხოების მთავარი გარანტია. რამდენი ათასი პატიმარია ახლა მათ, როდის ახლა უცნობილია. შესაბამისად ახლა ყველას არ აქვს მაგის საშუალება, რომ მიიტანოს ეს-ერთი ბლოკი, მაგრამ ვისაც აქვს საშუალება, ყველანი ასილობენ, რომ გამოართვან რა. დაკრიშონ რა, ასე ვთქვათ, მე ხვდები, რომ კრიშა ყავდეს და რაღაც მაგგვარი. სლოვაკიის დანიშნული ეს მაყურებლის ადმინისტრაციის დანიშნული არ არის. რომ ეს ყველაფერი აკონტროლონ, ხო, მაყურებლის ზეგავლენის ქვეშ რაღაცა რო არის დასალაგებელი, მაყურებელი ულაგებს ეს სიტუაციას. დიდი ძესთან მიდის ოფშიაკის ფული, ეგ მაინტერესებს. წილში არის ყველა მაყურებელთან, ვინც ციხეზე ცხოვრობს. ამოვიდეთ. რატო გამექცა ხა რა კაი პიროვნება ჩანდა? ციხის ადმინისტრაცია კითხვებს არ პასუხობს. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე იხსენებს, რომ კონტროლი ციხეში თანამშრომელთა ნაკლებობის გამო ვერ ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ციხეში არ არის საკმარისი რაოდენობის ციხის თანამშრომელი დასაქმებული, ამაზე საუბრობს წაების პრევენციის ევროპული კომიტეტი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს ციხე არის ამ ციხეში არ არის საკმარისი რაოდენობის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ციხის წესრიგს უზრუნველყოფდა. სწორედ ამით ეს არის მათთვის ერთ-ერთი დასკვნის საფუძველი, რომლითაც ისინი ამბობენ, რომ ეს ციხე, ისევე როგორც სამწუხაროდ სხვა ნახევრადღია ციხეები საქართველოში, იმართება არაფორმალური იერარქიით, რაც რა თქმა უნდა შემაშფოთებელია და როგორც წაების პროვინციის ევროპული კომიტეტი წერს, იწვევს მაღალ რისკს პატიმრების არასათანადო მოპყრობის. ციხეში არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში. ეს დოკუმენტი პარლამენტმა ახლა უნდა განიხილოს. ლევან იოსელიანის ხელმოწერილ ანგარიშში წერია, რომ ციხის მაყურებლები ციხეს არაფორმალურად მართავენ, რაც დიდ საფრთხეს ქმნის. პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება ნომერ მე-14, ნომერ მე-15 და ნომერ მე-17 დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და პატიმართა შორის ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს. ამ პრაქტიკის არსებობა დაადასტურეს იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2025 წელს მოუწიათ ზემო აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად იგივე სურათია არასრულწლოვანთა ციხეშიც.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პატიმრებისგან ნომერ 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. არასრულწლოვან პატიმრებს შორის კრიმინალური სკულპტურის გავლენების და მისი დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობდა ამავე დაწესებულებების ერთ-ერთი თანამშრომელიც. მონიტორინგის პირველივე საათებიდანვე ნათელი იყო არაფორმალური მმართველობის მასშტაბები, რომელსაც ჩვენ ხედავდით და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტსაც უწერია თავის ანგარიში, რომ შეუძლებელია ეს შეთანხმებული არ იყოს ადმინისტრაციასთან, იმიტომ რომ თუ ძალით არ დაიბრმავებ თვალს, ამის იდენტიფიცირება ძალიან მარტივად არის ამ შემთხვევაში შესამჩნევი. ჩვენ მონიტორინგისას ნახევრად ღია დაწესებულებებში ყოველთვის დაგვყვებოდნენ ვიღაცა პირები, რომლებიც თვალსადევნებდნენ, ვინ დაგველაპარაკებოდა, რას გვეტყოდა, ეს ადამიანები სულ იცვლებოდნენ და ესე ვთქვათ ძამწყობრი სისტემა იყო ეს ამ მიმართულებით. ანალოგიურზე საუბრობს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც, რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის არაფორმალური, მაგრამ არაფორმალურობის მიუხედავად საკმაოდ სისტემური მექანიზმი. ციხის სტაჟიანი თანამშრომელი ყვება, რომ ციხის უფროსობა შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ამ პოსტზე დანიშნვა კი მარტივად არ ხდება. 50,000 უნდა გადაიხადო, რომ დირექტორად მოხვდე. 50,000 დოლარი ამ მგონი თუ არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 50,000 ვიხდი და ინიშნები ეგრეა რა. რატო რა? ახლა რო არის შევებოდეს ახლა ტელეფონს არავინ არ გადაიხდის ხო? ახლა პატრონი გინდა, ნასვობობა გინდა, მდობა გინდა და 50,000 დოლარი გინდა. გამოცდილი კადრი ციხეთა სისტემიდან იხსენებს, რომ დიდ პრობლემად რჩება პატიმრების აზარტულ თამაშებში ჩათრევა და იწულება. იქაც მაგალითად შევიდა ერთი თანამშრომელი ლაპარაკობდა რა. ნუ პატიმარი ლაპარაკობდა ესე რომ 16,000 თუ 17,000 ლარი გავაგზავნეს ლახშიო რა. და როგორ უკითხია, აი ესე შევდივარ საკანში ჩვეულებრივათო, ხო 6 კაციანი საკანია ხო? ეხლა ამ გამოსილ ყომარბას ვინ აჭობებს ხო თამაში? უნდა ითამაშო. უარი არ მიიღება. არ იცი გასწავლიან. ასეთია წესები, რომლის შესახებაც ჩვენი რესპონდენტი ყვება. და არ იცოდეს თამაში, ნუ ადამიანი ხო შეიძლება ყველაფერი ხო არის შესაბამისად თუ ვასწავლიო თამაშო რა, მე თქვა არ უნდა სწავლაო. მაშინ უნდა ახსნასო ეს სწავლა რა თქმა უნდა. აი რატო უნდა ისწავლოს? რაღაც ხო ვერ ახსნისო. ყოველთვის უნდა ვასწავლო ხო? და უნდა მეთამაშოს. 100 ლარია ხელი ჩვეულებრივად თუ შევდივარ ვეთამაშებიო რა. პრობლემა შედის სამინისტროში. ანუ ეგრე გამოდის შედის პრობლემად რა. წელს უხდის ადმინისტრაცია? ეხლა ვინ შეუშვებს ტყუილა ხო? თუ არ უხდით ეს ეხლა იმას 16-ს თუ მაგან იმას აკნა თუ მაგან წაიღო სახლში შესაბამისად ამათაც რაღაცა მისცა ხო? ვინც ამათ კრიშავს ასე ვთქვათ რო იტყვიან რა. მაშინ როდესაც სინდისის პატიმრები ბანკოს თამაშის მუხლით გაასამართლეს, იმავე ციხეში ნარდის თამაშის ამბავი ადმინისტრაციისათვის შეუმჩნეველი რჩება. გიყვართ ნარდი? არანაირად. არა. და პატიმრები რო თამაშობენ, რატო არ უკრძალავთ? არ ვიცი, მე გამიხსნა. ვისაც ეხება ის რატო არ უკრძალავთ? აზარტული თამაშების მოყვარული პატიმრების მეთვალყურეობა ევალება იმ თანამშრომლებს, რომელსაც სისტემა არჩევნების დღეს ხმის მიცემას რამდენჯერმე აიძულებს. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი გვყვება, რომ თუ სამსახური შენარჩუნება უნდა ციხეში, მაშინ ყველა არჩევნებზე 41 ორჯერ უნდა შემოხაზოს. ერთხელ ციხეში, მეორედ მისსავე საარჩევნო უბანზე. ანუ ორჯერ იყავით არჩევნების დღეს, ერთხელ სამსახურში და ერთხელ თქვენ უბანზე. დიახ. რახან ახლა სამსახური უნდა მიხვდე ახლა სასული ადამიანი რომ თავისაც უნდა მისცე რა. თუ სამსახური გინდა ახლა ვის უნდა მისცე ხმა. ხო რა, ვასწრე. ბავშვი ხო არ ვინ არა. ხელზე დასხურებული არ გაქვს, დაანათო არაფერი არა, რომ მეორედაც მისცე იქ. ის რაღაც ბიულეტენი ჩააგდე და всё წამოხვედი. ბაზაში არ ჩანს რომ თქვენი უკვე იყავით. იქ არაფერი არ ჩანს, იქ ვითომ დღეს დაიბადე რა და დღეს მიხვედი. არჩევნებზე ვითომ არ წოფილ ხარ. შაბათის ეთერმა ინფორმაცია ოფიციალურად იუსტიციის სამინისტროში 4 შაბათს გადაამოწმა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჯერ კიდევ მაშინ გვითხრა, რომ შესაძლოა ქსნის ციხის უფროსიც გაგსაუბრებოდა ან სამინისტროდან პასუხისმგებელი პირი. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.